ხო ხედავ როგორი დაღლი დაქანცული ვარ. მაგრამ შენთვის საჯარო გაშლას ვწერ. და იცი რატო ვწერ? იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მოქვს რომ ვიცი რომ ველოდები საჯარო გაშლის ჩაწერის დროს. ხო და შენ თუ ახლა ვიდეოს უყურებ, მაშინ დალაიქი ჩემი ვიდეო, მადლიერების ნიშნად და გამოიწერე ჩემი გვერდი, იმიტომ რომ მივშრომობ და ენერგიას ვდაბ იმაში რომ საჯარო გაშლა ჩავწერო, მაშინ როდესაც დრო საერთოდ არ მაქვს. საჯარო გაშლა კი იყო სახელწოდებით ეშინია თუ არა, შენ დაკარგვის შენ შეფიქრებულ ადამიანს. მანიპულატორი ადამიანი, რომელსაც კი ეშინია იარაღის გავარდნასავით თქვენ დაკარგვის, მაგრამ თანამედროვულად მანიპულატორობს იმით, რომ იცის რომ არ დაკარგოთ. ადამიანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ეშინია, მტკივა, გულის შეტკივა, მაგრამ თქვენ თითქოს თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე აგებინეთ მას პასუხი მოქმედებებზე, რომელიც განახორციელა. და კი, სიკვდილივით ეშინია თქვენი დაკარგვის. და იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე რამე შეშინებია. და იმაზე მეტად ვიდრე ბავშვობაში როდესაც თავი მიტოვებულად უგრძნიან და იმაზე მეტად ვიდრე სიკვდილის ჩაუხედავს თვალებში. და იმაზე მეტად ვიდრე საერთოდ რამე დგენია ცხოვრებაში. ეშინია, თან ძალიან ეშინია შენი დაკარგვის.